ამ მოცემულ გრაფიკში გვინდა ნახოთ ლოკალური მაქსიმუმი და მხოლოდ ლოკალურ მაქსიმუმს ვეძებთ. ლოკალური მაქსიმუმი რას ნიშნავს? ეხლა ეს არის ფუნქციის პატარა ნაგლეჯი. შეიძლება უფრო დიდი იყოს ეს ფუნქცია თუ ასე ვთქვათ გამოვაზუმებთ ამ გამოსახულებიდან, მაგრამ ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ერთი მაქსიმუმი აქვს ამას და ეს ერთი მაქსიმუმი მდებარეობს აი აქ. და მოდი ვნახოთ ასეა თუ არა. კი, ნამდვილად სწორია. მოდი კიდევ ვნახოთ მსგავსი მაგალითები. ახლა როგორც ხედავთ, გვაქვს რაღაც ფუნქცია ისევ და გვინდა მოვნიშნოთ ყველა ლოკალური მაქსიმუმი. ახლა ვნახოთ. ლოკალურად აი ამ პატარა უბანს თუ ავიღებთ, აი აქ გვაქვს ერთი მაქსიმუმი. და რომ გვეთქვა რომ აი მთელ ამ უბანზე მაქსიმუმი რა არისო, არის ეს. მაგრამ ცალკე უბნად შეგვიძლია ავირჩიოთ აი ეს წერტილი, ეს მონაკვეთი უпростоრად და აქ ლოკალური მაქსიმუმი გვექნება ეს. ახლა ლოკალური მაქსიმუმი ეგრე ხო შემიძლია რაღაც აი ეს ნაგლეჯი ავირჩიო, თქვათ აი ეს ნაგლეჯი ავირჩიო და აქ ამასაც დავარქვო მაქსიმუმი, რატომაც არა. სიამძულეში რა მაიცა ამას გადავაგდებ არ გვინდა. მაქსიმუმს რა განაპირობებს, ასე ვთქვათ, რა არის მაქსიმუმი. როცა მაქსიმუმის მარჯვნივაც და მარცხნივაც უფრო მცირე მნიშვნელობები გვაქვს, ანუ კლებას იწყებს ორივე მხარეს ფუნქცია, ესე კი ეს არის მაქსიმუმი. აქაც მარცხნივაც და მარჯვნივაც, ანუ ძალიან ისე მარტივად რომ ვთქვათ, არგუმენტი ოდნავ რომ გავზარდოთ, ან ოდნავ რომ შევამციროთ, მნიშვნელობა მაინც შემცირდება ორივე შემთხვევაში. აქაც არგუმენტი, ანუ რასაც ვსვამ ფუნქციაში, რომ გავზარდო ოდნავ, ან რომ შევამცირო ოდნავ, აი ხომ არის 7x. 7-ს ოდნავ რომ რაღაც დავუმატო, უკვე ფუნქცია უფრო მცირდება. 7-ს რომ ოდნავ რაღაც გამოვაკლო, ფუნქცია ისევ მცირდება. ესე იგი, 7-ზე ლოკალური მაქსიმუმი გვაქვს. მოდი ერთიც. ოჰო, ეს ბევრია. მოვნიშნოთ ყველა ლოკალური მინიმუმიო. ლოკალური მინიმუმი არის პირიქით. თუ ოდნავ გავზარდე ან ოდნავ შევამცირე არგუმენტი, ლოკალური მინიმუმი თუ გვაქვს, მაშინ ფუნქციის მნიშვნელობა უნდა გაიზარდოს ორივე შემთხვევაში. მაგალითად, ახლა 7-იანი ხომ გვაქვს აქ. ეს 7-იანი ოდნავ თუ ძალიან მცირე რიცხვს რომ დავუმატო, არგუმენტი გახდება 7 პლუს რაღაც პატარა რიცხვი და მნიშვნელობა გახდება ოდნავ ნაკლები. უпростоრად ოდნავ მეტი. ოდნავ რომ შევამცირო 7, მაინც ოდნავ მეტი გახდება მნიშვნელობა. ესე იგი, ორივე შემთხვევაში ოდნავ მეტი გვაქვს მნიშვნელობა. ამიტომ ლოკალური მინიმუმია ეს, ლოკალური მინიმუმია ესეც, იმიტომ რომ იგივე ლოგიკა მუშაობს აქაც და აქაც გვაქვს ლოკალური მინიმუმი.